მსოფლიოა გაგიჟებული, მაგრამ ქართველებზე ვიტყვი რა. ეს ყველაზე მორალს ამოფარებული, წესებს ამოფარებული, იქ ხო დუხს ეს ნეგატივი და შენ ამას უარყოფ და ნუ ის გაგიჟდება მერე და ამოვარდება ომიც ეს არის კოლექტიური ამონთხევა ცნობერის და აქ ხო იყო სულ ეს ქართველი ეს ტრადიციული ვაჟკაცის და უცებ ამოვარდა და გავიგეთ რომ თურმე ტრადიცია და მორალი კი არა ელემენტარულ ადამიანობასთან არაფერი არის ზიზღი მოცულია ხალხი უცებ რაღაცას ეტყვი ადამიანს და უცებ ებერება ეს ანუ ცნობიერებამ კი ვერ მოასწრო გადახარშვა რა უთხარი მომენტურად მოხდა ემოციაზე იმიტომ რომ ხარეა და გაგიჟდა და ვსო ეგრევე თვალებზე ლიბრი წამოვიდა ეს კოლექტიური არაცნობიერის წვდიადი და ადამიანი გახდა მონსტრი, ლანძღვა, გინება, ცემა, ტყეპა, მოკლა. რა არის მართლა ეს ცხოვრება ორწამიანია. ხო, არწამიანი და მართლა გაკლდება და ისეთი ბრმა ხარ, რომ იქ 17 წლის ბიჭი მოკვდა, იქ 20 წლის, იქ 30-ის, იქ 40-ის, იქ 5-ის, იქ 80-ის. შენ კი ვერ ხვდები, რომ რომელიღაცა შენ იქნები ხვალ. ესე რომ გაცლის სამყარო გონია რომ ეს ვიღაცები კვდებიან და შენ უნდა გააგრძელო ესე რა რაღაცა დუღილი აი ეს არის ადამიანის სიბრიყვა ხვდები ერთ მშვენიერ დღეს შენზე დაწერენ რომ აღარა ხარ და შენ გაქრები აი მაგ პოზაში ყვირი ხარ კივი ხარ თავი ღმერთი გონია თუ სატანა თუ რაღაცა პრეზიდენტი თუ დამლაგებელი მაგ პოზაში მოკვდები ზუსტად და ისეთივე ბრიყვი მოკვდები როგორიც დაიბადე აზრი მე მაგალითად არ შემიძლია. მე სულ ვცდილობს ჩუმად ვიყო, წყნარად ვიყო, დავიკიდო, მე ესე ნერვიულობით არ შემიძლია ცხოვრება ხვდები. მირჩევნია არ გავიგო, არ წავიკითხო და ჩემს ირგვლივს თუ ადამიანი მოვა დავეხმარო, მაგრამ ის რომ ახლა მე ადამიანს შევყვე სადღაც ომში და რაღაცა მხარე გავხდე და ვიღაცების განსჯა და ის დავიწყო ბოდოა ეს საერთოდ სხვა სამყაროა რა ეს უკვე ჩემი სამყარო აღარ არის და ვცდილობ იმ მცირე ადამიანებთან ვიკონტაქტო ვისთანაც დიალოგი გამომდის რომ რაღაცაზე ვფიქრობთ რაღაცაზე ვსაუბრობთ ანუ ვაფშე არ ვსაუბრობთ რა იმიტომ რომ გწამლავს ინფორმაცია შენ ყველა თქონია რომ შენ ამის გაცხრილვა შეგიძლია არ შეგიძლია შენ შეიძლება გაიყვი მშვენიერ ხასიათზე უცებ ტელეფონი გახსნა რაღაცა წაიკითხო და ვერც კი მიხვდე მთელი დღე როგორ გაგიფუჭდა რა